კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველოსთან ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს ბუნება ბრძანებელი ატარებს. პროექტის მიზანია გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობიერება და საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება. 13 დეკემბერს პროექტის ორი თამაში ჩატარდა. პირველ ნაწილში ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ნომერ 2, ციხისძირის, ერედის და ძველი ქანდის საჯარო სკოლები შეხვდნენ. მეორე თამაში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა. 195 და 171 საჯარო სკოლები. ძალიან მისასალმებელია ყოველი გვარის კონკურსი ინტელექტუალური, მით უმეტეს დღევანდელი კონკურსი იყო აბსოლუტურად გამართული ორგანიზებულობით და ყველა მხრივ. რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტის გუნდებს, ვთვლი რომ არც თუ ისე იოლ შეკითხვებს მეტნაკლებად კარგად გაართვეს თავი სწორი პასუხებით. ჟიურის წევრების სია ასეთ დაკომპლექტდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ბერჯაყელი, მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბესიკ ბიჩნიკაური, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები საქართველოს სატყეო პოლიტიკის კოორდინატორი ზაზა კვანტალიანი და გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების ექსპერტი გია თოდუა. ინტელექტუალურ თამაში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ძველი ქანდის საჯარო სკოლამ, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონიდან 171 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. ნამდვილად არ იყო ადვილი კითხვები, საკმაოდ ცოდნა იყო საჭირო ამისთვის პასუხის გასაცემად, თუმცა ძალიან მიყვარს ეს თამაშები, რადგან ხელს უწყობს საკმაოდ სწავლას და ზოგადად წახალისებას. ჩვენ რიგით მეორედ ვართ მოსულები და მონაწილეობას ვხებულობთ. სამწუხაროდ პირველად არ გაგვიმართლა, არ ვიყავით კარგად მობილიზებულები, მაგრამ გავითვალისწინეთ წინა წლის შედეგები და ამ წელს უფრო მეტად მოვბილიზდით, უფრო მეტად ვივარჯიშეთ და ბლიც შეკითხვებმა ცოტა არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ვინერვიულობდით ან დროის სიმცირის გამო, მაგრამ გუნდში საერთოდ პირველი ტური რომ იყო, ამოწია შედეგები.